წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად დღემდე, აი ამ დრომდე, არც ერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან გახმოვანებულა. პირიქით, ვნახეთ წინასწარი მზადებებიც კი დაუწერელი, ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს. და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუწორებელი შედეგებისგან. ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, ჩვენ გადავწყვიტეთ დავაინიციიროთ პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. რის შემდეგაც ძალიან ახლო მომავალში ჩვენ ასევე დავაინიციირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. ცვლილებები კანონმდებლობაში თავის მხრივ სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის ვაინიციირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება, მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული. რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველ რიგში და სულ ინიცირდება ორი კონსტიტუციური კანონი. პირველი, ეს შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ჩვენ ქორწინების დეფინიცია განსაზღვრეთ 2017 წელს, რომელიც ოჯახს განიხილავს როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. და ამ კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილზე, ანუ შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონი თავის მხრივ, რომელსაც ქვია ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციური კანონი. მე მივყვები მუხლებს და შემდეგ დარწმუნებული ვარ თქვენ თითოეულთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვთ და სიამოვნებით თითოეულ დეტალზე ამ განმარტებას მოგახსენებთ. მუხლი პირველი პუნქტი. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს. მეორე პუნქტი. არასრულწლოვანი შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ. მესამე პუნქტი. აკრძალული ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა. მეოთხე პუნქტი. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ დედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს ემთხვევა. მეხუთე პუნქტი. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს. მეექვსე პუნქტი. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანი შვილად აყვანის
ან მინდობით აღზრდის სქესის შესვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არ გამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. მე-7 პუნქტი. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანი შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არ გამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული და მე-8 პუნქტი. აკრძალული ასევე საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანი შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არ გამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. და კიდევ ერთხელ, სანამ კითხვას დამისვავთ, უფრო დეტალურად რომ განვმარტო. ანუ, ჩვენ გვაქვს სულ 8 პუნქტი, ორი ინიციატივა, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციური კანონი, ერთი თავად კანონში, თავად კონსტიტუციაში შევა ცვლილება, სადაც ჩაიწერება, რომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ანუ აი ამ კანონით, მეორე კანონით, რაც უკვე მოგახსენეთ და აქ პირველი, დიახ, თქვენ უკვე დარიგებული გაქვთ, რომ კითხვები კიდევ უფრო გარკვევით დამისვა და იცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. მე-6-მდე არის მოწესრიგების პირობები. ანუ პირველ შემთხვევაში გენეტიკურ მამაკაც და გენეტიკური ქალის კავშირზეა საუბარი. ასევე არასრულწლოვანი შვილად აყვანა ვის შეიძლება, სქესის შესვლასთან დაკავშირებული მანიპულაციების აკრძალვაზეა საუბარი. დოკუმენტებში მხოლოდ დედრობითი ან მამრობითი სქესის მითითებასთან არის მითითებული და სხვა სქესს ვერ მიუთითებენ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს საჯარო ან კერძო პირის მიერ, ბათილია თუ ის და ამას აგიხსნით შეიძლება ოდნავ გაურკვეველი იყოს სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირ ან ირიბი ფორმით ზღუდავს, ანუ როდესაც იქნება მითითება რომელიმე პირის მიმართ, რომ დედას დედა არ დაუძახოთ და მამას მამა არ დაუძახოთ და მოიხსენოთ როგორც მშობელი, ასეთი მითითება, ასეთი განკარგულება, ბრძანება და ამ შემდეგ იქნება ყველა ბათილი. ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ასეთი არ უნდა განისაზღვროს, ვისაც რა უნდა ის დაუძახოს, გინდა მშობელი, გინდა დედა და მამა. მაგრამ თუ ვინმე აკრძალავს, რომ დედა და მამა კი არ დაუძახოთ, არამედ მხოლოდ მშობელი დაუძახოთ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მშობელი ვინა უგზავნოს. ასე არ უნდა გავიგოთ, ანუ ჩვენ გვაქვს რისკი, რომ არასწორი ინტერპრეტირება ქონდეს, ამიტომ მარტავ ასე დეტალურად. ქალიშვილის და ვაჟიშვილის მაგივრად მხოლოდ შვილი დაუძახეთ, თუ ვინმე თითისქნებას გადაწყვეტს, ეს იქნება ბათილი გადაწყვეტილება. ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება. უნდა შვილს დაუძახებ, უნდა ვაჟიშვილს და ქალიშვილს. უნდა მინდა მშობელს დაუძახებ, მინდა დედას და მამას. ანუ არაფერი იკრძალება პირიქით. ანუ აკრძალვა იქნება მიუღებელი და კანონისთვის შეუსაბამო. და შემდეგ არის 3 პუნქტი, შეკრების, რომელიც შეკრება იკრძალება, აი ამ რაც ჩამოთვალეთ ახლა, თუ ამის პირიქით პოპულარიზაციისკენ არის მიმართული შეკრება, აი ამ ყველაფრის შუა, ესე იგი შიგთავსი ასე ვთქვათ, ამ მე-6 პუნქტის ეს არის, ამ ყველაფრის პოპულარიზაციისკენ მიმართული შეკრება, მეორე შემთხვევაში მე-5 პუნქტში ისეთი ნაწარმოების პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ასევე ამის აშკარა პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული და მე-8-ში საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აი ამ ყველაფრის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული, ასევე იქნება აკრძალული. შესაბამისად, პირველი 5 პუნქტი ემსახურება გათვითცნობიერებას, ასე ვთქვა და შესაბამის სწორ დამოკიდებულებას და შემდეგი 3 პუნქტი ასეთის პოპულარიზაციას, ანუ პირიქით მოქმედებებს კრძალავს შეკრების დროს, ნაწარმოებების გავრცელების დროს და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გავრცელების მცდელობის დროს. ახლა დაველოდებით თქვენს კითხვებს. არა, პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. კანონს კი არ ვაინიცირებთ მოსახლეობამ, რომ კარგად გაიგოს და საზოგადოებამ. ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში
მოიცავს ალბათ მინიმუმ რამდენიმე ათეულ კანონს. ანუ ყველგან რომ აისახოს, აი ეს დამოკიდებულება მე რაც ახლა თქვენ მოგიყევით, რამდენიმე ათეულ კანონში ზოგან ტერმინთან დაკავშირებით, ზოგან შეიძლება ტექნიკური იყოს ძალიან, მაგრამ პაკეტი რომ ინიცირდება ხომ ბევრჯერ გინახავთ და მოგისმენთ, რამდენიმე ათეულ კანონში დაგჭირდება ჩვენ ცვლილებები, ზოგან ტექნიკური, ზოგან არსებითი და ასე შემდეგ. ადმინისტრაციულში, თქვათ, ბევრ ადმინისტრაციულს გარდა უამრავი კანონი შეიძლება რაღაცა სისხლის სამართლის კოდექსშიც იყოს, რაღაცა აკრძალვასთან დაკავშირებით კაცრი რეგულაცია, იყოს ასევე სხვა კანონებში ნებისმიერ კანონში, სადაც რაღაც ტერმინოლოგია ამასთან დაკავშირებული იქნება გამოყენებული, ყველგან შესაძლებელია ცვლილება გახდეს საჭირო. ამიტომ ჩვენ თავი მოუყარეთ ამას პრინციპების დონეზე საკანონმდებლო ინიციატივით შემოვედით კონსტიტუციური კანონის ინიციატივით, რომ კაფეოდ განისაზღვრა ყველა მიცოდეთ რა პრინციპებს მივყვებით. თუმცა მოქმედ კონსტიტუციასთან ყველა ცვლილება რაც შევა კანონმდებლობაში ამ ათეულობით ცვლილების სახით იქნება აბსოლუტურ შესაბამისობაში და არც ერთი არ შეეწინააღმდეგება. ანუ ჩვენ ვაპირებთ რომ წელსვე ძალიან მალე ახლა დავაინიცირებთ იმასაც ყველა დეტალს უფრო კონკრეტულად რაც თქვენ მე დღეს მოგიყევით და ყველას მივიღებთ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტიტუციური კანონი, რომელიც კონსტიტუციის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია და კონსტიტუციაში იცვლება, გაცილებით მყარ გარანტიებს უზრუნველყოფს. 10 და 15 წლის მერე ახლა რაღაც საკითხები დავამატეთ, მაგალითად ინცესტი. აქ ხო შეიძლება საერთოდ არ იყოს დღეს საუბარი იმაზე, რომ რა გამოწვევა ახლა დღეს არის, ისევე როგორც გვეუბნებოდნენ, რომ 2017 წელს რა გამოწვევა იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი რატომ უნდა ჩაგვეწერა. დღეს აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით, წინასწარ მყარად დავაზღვიეთ და მყარი გარანტიები კონსტიტუციით ავიღეთ. ასეთ მყარ გარანტიებზე საუბრობთ ახლაც, როდესაც შეიძლება ვიღაცამ 10 და 15 წლის მერე სავსებით თავისუფლად თქვას, რომ ახლო ნათესავებს შორის კავშირს რატო უგზავნო? სიყვარულია გეუბნებიან, ხო? და ეს არის გამართლება სიყვარულს ვინ დაუდგება წინ, მაგრამ გამართლება იმისა, რომ რაღაც თქვათ არატრადიციული ფორმების პოპულარიზაცია უნდა მოახდინონ და არ უნდა დაგვაუწყდეს არც ერთ ასეთი წინადების თქმის დროს. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ უფლებებს არც ერთი ადამიანის როგორი არატრადიციული ცხოვრების წესით არ უნდა ქონდეს, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა უნდოდეს, რაც ცხოვრების წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს, მათი უფლებების დაცვას არ უნდა შეეხოს არაფერი პირიქით. უფლებების დაცვის კონტექსტში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა. მაგრამ პოპულარიზაციას ამავე დროს უნდა დაუპირისპიროთ, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში არის ეს უდიდესი გამოწვევები, რაც დაგვანახა თანამედროვე ეგრეთ წოდებულმა ტრენდებმა. მაგალითს გეტყვით. საქართველოში ერთ-ერთ და თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ, მე არ შემიძლია დავასახელოს კონკრეტული ორგანიზაცია და ანტიპიარი გაუწიო, ერთ-ერთ ვებზე დავარქვათ ასე, გადიოდა ანიმაციური, შეიძლება დღესაც გადის ფილმი, სადაც არ ვიცი რაღაც საათნახევრის განმავლობაში იყო ერთ-ერთ გმირზე საუბარი, რომელმაც რაღაც ქალაქი აიღო, გადაარჩინა და საგმირო საქმეები ჩაიდინა და ეს ანიმაციური ფილმი, რომელსაც ბავშვები უყურებენ, თავდებოდა ასეთი სცენით, რომ მივიდა შემდეგ მეორე მამაკაცთან, არა როგორც მამაკაცები ერთმანეთს გადაეხვევიან ხოლმე, არამედ შეყვარებული წყვილისათვის დამახასიათებელი ფორმით ეამბორა მას და ტექსტი ედო რომ სხვანაირად ბედნიერება წარმოუდგენელია და ეს გმირი, რომელიც საათნახევრის განმავლობაში წარმოუჩინეს როგორც გმირი ბავშვებს, აღმოჩნდა არატრადიციული ცხოვრების წესის მატარებელი და მოხდა ამის პოპულარიზაცია, რომ ბედნიერება ამის გარეშე შეუძლებელია. კონტექსტი იყო ეს. ეს უკვე შეიცავს LGBT პროპაგანდის აშკარა ნიშნებს და მოუწოდებს ამის მომხმარებელს ბავშვებს, რომ აი ბედნიერება სხვანაირად წარმოუდგენია. ისევე როგორც ძალიან დიდია და ბევრია მასალები, როდესაც ტრანსექსუალი ქალების მაგალითზე ბედნიერებასთან დაკავშირებულ სხვა ალტერნატივებს გამორიცხავენ ხოლმე ბაღებში 3 და 4 წლის ბავშვებთან დაყავთ და როგორც ძალიან პოზიტიურ მაგალითს და ალტერნატივის გარეშე მაგალითს ასეც კი წარმოუჩენენ ხოლმე ბავშვებს. ამაზეა მხოლოდ საუბარი და არა რომელიმე არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანის უფლებაში ჩარევასთან. და ეს ყველა ჯერზე მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და თავად ასეთი ცხოვრების წესის ადამიანებიც უნდა იყვნენ კმაყოფილები იმით, რომ ორივე მხრიდან, როგორც ფსევდოლიბერალური რადიკალიზმის მხრიდან, ასევე რაღაც ფსევდოკონსერვატიული რადიკალიზმის მხრიდან, მათ მიმართ რაიმე უფლებრივი შეზღუდვები არ იყოს გამოწვეული. ოპოზიციაზეც კი ჩვენ სამკვირის განმავლობაში ვისმენთ, რომ ისინი ვერ ხედავდნენ პროპაგანდის საფრთხეს. ახლა როგორ ფიქრობ, პროტესტს ხომ არ დაიწყებენ ამ
ველოდებით მაგან, რომ წარმოადგენენ საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვები და იქნებ მოხდეს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს რაღაცა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება, მაგრამ ამაზე უარი მიიღეთ ფაქტიურად, ხო ის არანაირ განხილვაში. ეხლა ელოდებით თუ არა, რომ აი უკვე თქვენ მიერ წარდგენილ პროცესში ჩაერთვებიან თუ არა და თუ არ ჩაერთვებიან, ეს რისი მანიშნებელი იქნება და გზავნილი იქნება მათ რაღაც პოზიციის დაფიქსირება მოუწევთ. მათ უნდა გვითხრან, აი ახლა მე თქვენ წარმოგიდგინეთ, თქვენ დაგირიგდათ პუნქტები დეტალურად თითოეულ თქვენგანს ხელში გიჭირავთ. ეს რა თქმა უნდა მათაც ექნებათ. ეხლა პროცედურაზეც გეტყვით, ბარემ ჩვენ ამ 1-2 დღის განმავლობაში პროცედურულად როგორც საჭიროა უმრავლესობის წევრების ხელმოწერებს ამასთან დაკავშირებით შევაგროვებთ. ამის შემდეგ დაინიცირდება ორივე პროექტი. შემდეგ როგორც წესია საყოველთაო სახალხო განხილვა იქნება, რომელსაც ერთვიანი ვადა აქვს. ამასობაში მათ ამ კონსტიტუციურ კანონებთან დაკავშირებით ბევრი დრო აქვს, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით იმსჯელონ, წარმოგვიდგინონ თავისი მოსაზრებები, რომელ პუნქტს, რომელ ფრაზას არ ეთანხმებიან. ამაში გვითხრან. იმიტომ რომ მე მათ ვპირდები, რომ თითოეული საკანონმდებლო ცვლილება, ეს არის ფაქტიურად ქუდი, სათაური, თითოეული პუნქტი იქნება საკანონმდებლო ცვლილებების ჩაშლილი საკანონმდებლო ცვლილებების სათაური. მე მათ ვპირდები გარანტირებულად, გარანტიას ვაძლევ, რომ რაც არ უნდა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოქმედთან მოდიოდეს, სხვა პუნქტი საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელიც არ გამომდინარეობს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, არ იქნება არც ერთი სიტყვა ჩაწერილი. ანუ მათ უკვე შეუძლიათ დაიწყონ მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენ ხელში გვიჭირავს უკვე პრინციპების დონეზე. ძალიან მკაფიოდ პრინციპები ხომ არის, ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად არის ამავე დროს გაწერილი. ეხლა არ დაიწყონ კიდე რომ დაველოდებით საკანონმდებლო ინიციატივას. ყველა საკანონმდებლო ინიციატივა აქედან გამომდინარე იქნება და მათ შორის არც ერთ ასპექტში, არც ერთ პრინციპში, არც ერთ პუნქტში, არც ერთ სიტყვაში არ შეეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ამას დიდი ალბათობით ხარს არ დაუჭერენ. ეს უფრო მომავლის პერსპექტივა შეიძლება იყოს. მაგრამ ჩვენ ვალდებული ვიყავით რომ პრინციპების დონეზე გაგვეწერა, დავაინიცირეთ კონსტიტუციური ცვლილება და ამასთან ერთად ძალიან მალე უკვე დეტალურად, კონკრეტულად გაწერილ საკანონმდებლო ინიციატივებს ბევრ კანონში დავაინიცირებთ, იმიტომ რომ აი ეს ცვლილებები, ეს პრინციპები მოითხოვს ბევრ კანონში შესაბამის ცვლილებას, ხო? აგერ არის საერთო პრინციპები, აგერ არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი კონკრეტული ნორმები პრინციპების დონეზე. რომელ პუნქტს, რომელ სიტყვას, რას არ ეთანხმებიან, რას ემიჯნებიან, გვითხრან ყველაფერი და ჩვენ შესაბამის პასუხებს გავცემთ. თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებით პასუხს ვაგებთ და გავცემთ თითოეულ სიტყვას. თუ რაღაც ისეთი არგუმენტი იქნება, რომ აქ ერთი სიტყვა რაღაცას სulis და რაღაც რისკებს ვადებს, ამ შემთხვევაში ამაზე სამსჯელოდაც მზადა ვართ. მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარი მოქალაქეების წინაშე. იმ მოქალაქეების წინაშე, რომელთა 90%-ზე გაცილებით მეტი ამ მიდგომას ხარს უჭერს და ამავე დროს იმ მოქალაქეების წინაშე, რომელიც ამას ხარს არ უჭერს და კატეგორიულად ემიჯნება უარგუმენტოდ, არასწორი არგუმენტებით, მაგრამ მათ წინაშეც ვიღებთ, ანუ 100%-ის წინაშე ვიღებთ ვალდებულებას, რომ ერთი მხრივ უფლებების დაცვა იქნება გარანტირებული კიდევ უფრო მაღალ ხარისხში და მეორე მხრივ ამ კონსტიტუციური კანონებით და არა მხოლოდ. ეს შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ წელს. ჩვენი ოპოზიციის რისკი ეს არის. მათი ქმედების რისკი ეს არის. შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ჩვენ ამას დავაზღოთ კანონით, მაგრამ კანონის ძალა შედარებით მსუბუქია, როდესმე არ ვიცი 10 წლის მერე, 8 წლის მერე, 15 წლის მერე შეიძლება ვიღას ფსევდოლიბერალური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ, მაგრამ დაშვების დონეზე, თეორიულ დონეზე ყველაფერი უნდა დაუშვათ, რომელიც იმ კანონებს გააუქმებს, იმიტომ რომ მარტივი გასაუქმებელი იქნება 76 ხმით დაუშვათ და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, ვერ გააუქმებს. და შესაბამისად საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს ვერ შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედეგები თავს მოახვიოს ქართულ საზოგადოებას და ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში და ეს მოახერხოს და არასრულ წრონებზე მავნე ზეგავლენა მოახერხოს. ამიტომ კონსტიტუციურ დონეზე ამის ატანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი თემაა ეს ჩვენთვის, რომ ჩვენ კონსტიტუციური კანონი გადავწყვიტეთ შეგვექმნა, მისი ინიცირება, მისი პროექტი შეგვექმნა, ინიცირება მოგვეხდინა და პროექტი შეგვექმნა, ამ დონეზე აგვეტანა ეს საკითხი, ამდენად მნიშვნელოვანია, ამას თანამედროვე
ტრენდები და გამოწვევები მიგვანიშნებენ და ამის შესახებ ეს ინფორმაციები აუცილებლობაზე გვასაუბრებენ. დიახ. დოკუმენტებში მითითებული რომ დაიყოს მდედრობითი და მამრობითი. დიახ. იმ შემთხვევაში თქვენ ამბობთ აქ რომ აკრძალულია სამედიცინო ჩარევა ნებისმიერ. დიახ. იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ გადაკეთებული აქვს. აი ამ კარგი კითხვაა ძალიან. ჩვენ შემთხვევით არ ჩაგვიწერია სქესი მიეთითება, რომელიც შეესაბამება მის გენეტიკურ მონაცემებს. ეხლა ქრომოსომებზე აღარ ჩავყვეთ. არ არის ეს ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ გენეტიკური მონაცემები ამ მიმართულებით არის განსაზღვრული, ხო? დიახ, საქართველოში გენეტიკური მონაცემების შესაბამისი სქესი ჩაიწერება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დათქმაა. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ გვერძლავთ ქვეყანაში სქესის გადაკეთებას, ამას შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფაც უნდა მოსდევდეს ზურგიდან. ხო? ზურგს უნდა უმყარებდეს შესაბამისი სხვა სამართლებრივი სწორი რეგულაციაც, რომ რაც შეესაბამება მის გენეტიკურ მონაცემებს, ის სქესი ჩაიწერება შესაბამის დოკუმენტაციაში. არა, სხვა თემებზე თუ შეიძლება, შეიძლება ეს თემა მოვწუროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი, კი, ამ თემაზე ბრძანებთ. ბრძანეთ და შემდეგ თქვენ. შეიძლება ახლა საერთოდ ვერ მივიღოთ, მაგრამ იქნება მომავალში გარანტია, რომ მოკლედ აი ეს რაც არის საფრთხეები, ამის განეიტრალება მოხდეს და მაქსიმალურად აღმოჩნდა. დიახ. უბრალოდ ტექნიკურად ვაზუსტებ. ახლა კანონში შევა ცვლილებები, შესაბამის კანონში შევა ცვლილებები და უკვე პარალელურად საკონსტიტუციო ცვლილებებიც ინიციირდება. კი, ახლავე. უფრო მოკლედ ვიტყვი, უფრო მარტივად შევეცდები და უფრო მოკლედ ვიტყვი. ჩვენ ახლა, როგორც კი ხელმოწერებს შევაგროვებთ 2-3 დღე მაქსიმუმ, დავაინიცირებთ ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთი თავად კონსტიტუციაში ცვლილება, სადაც ქორწინების დეფინიციაა, სადაც იქნება მითითება, რომ კონსტიტუციური კანონით დარეგულირდება, სხვა დეტალები დავარქვათ ასე, და შემდეგ კონსტიტუციური კანონი დაინიცირდება თავის მხრივ, სადაც მე რაც მოგიყევით, ეს ყველაფერი იქნება გაწერილი. ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, დავარქვათ ასე. ერთი. უახლოეს მომავალში ჩვენ დავაინიცირებთ რამდენიმე ათეულ კანონში ცვლილებებს პარალელურად, რასაც მივიღებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ამას ჩვენი ხმები, ჩვენი უმრავლესობის, რომლის სახელითაც მე გელაპარაკებით, უმრავლესობის ხმები ყოფნის. აი ახლა რაც მოგიყევით, ამის კიდევ უფრო კონკრეტულ ვარიანტებს ოღონდ ამას აცდენილი არ იქნება არც ერთი სიტყვა, აგერ არის ქუდი, სათაურები, თითოეული ცვლილების, აქედან გამომდინარე იქნება, თუმცა ასევე იქნება კონსტიტუციიდან გამომდინარე და არც ერთ სიტყვას, არც მოქმედ კონსტიტუციას არ შეეწინააღმდეგება და არც სამომავლოდ ჩვენ რომ ამას მივიღებთ, მაგალითად მომდევნო პარლამენტში, ან თუ მიხვდებიან რომ ეს მისაღებია და ამ ეროვნულ თემაში წამოყვებიან, ამ პარლამენტში მოხერხდება, ამას როცა მივიღებთ, უკვე მიღებული იქნება კანონები და კანონებში ბევრი ცვლილება, რომელიც ზუსტ შესაბამისობაში იქნება ამასთანაც და მოქმედთანაც. ანუ მივიღებთ თუ არ მივიღებთ, ის კანონი კონსტიტუციური იქნება ყველა ვარიანტში. ანუ იმას მივიღებთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გრძელვადიან პერსპექტივაში, მეტი გარანტიისათვის ჩვენ შემოვიტანეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ ვერასდროს იმის გაუქმება შედარებით ადვილია, ხო? ეხლა ცოტა გაუჭირდებათ არგუმენტების მოტანა, რატომ აუქმებენ, რასაც მივიღებთ ჩვენ იმას, მაგრამ მაინც ხმების რაოდენობის თვალსაზრისით ამისი გაუქმება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. მე არ მგონია საქართველოში როდესმე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეკრას იმ თემაზე, რომ ამის საწინააღმდეგო კანონმდებლობა დაინიციოს. თქვენ წარმოგიდგენიათ აქ რაც წერია ამის საწინააღმდეგო ინიციატივა რა შეიძლება იყოს? ამ ყველაფრის დაშვებამ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქართველოს, მის განვითარებას, მის იდენტობას, მის ტრადიციებს, მის ეროვნულ ინტერესებს, მის მომავალ თაობებს, განვითარებას და ასე შემდეგ. ამის საწინააღმდეგო ინიციატივებმა რა შეიძლება მოუტანოს, ხო წარმოგიდგენიათ? შესაბამისად ამისა, მე არ მგონია რომ საქართველოში როდესმე ვინმე შეკრას ამ სიტყვით ვიტყვი. საკანონმდებლო, კონსტიტუციური უმრავლესობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააუქმო. ამიტომ ჩვენ
ნებისმიერი გზით, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური და კანონიერი გზით, უნდა მივახციოთ იმას, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ან ამ პარლამენტში, ან შემდეგ პარლამენტში იყოს მიღებული, მაგრამ მანამდე ამ პარლამენტში კანონის დონეზე, რომელსაც 76 ხმა ჭირდება, აუცილებლად შესაბამისი ნორმები იქნება მიღებული. ბრძანეთ თქვენ გქონდათ. დიახ. არა, სწორად ამბობთ. საუბარი სადაც არის არა. ხო და რატო შემოაშორეთ ეს? არ შემოაშორეთ. არა, პირდაპირ გეტყვით, არა. თქვენ რაც ბრძანეთ, უფლებებს რაც ეხება, არა, რა თქმა უნდა არ იქნება აკრძალული. ერთ წამი მე დავაკონკრეტებ. არა, ერთი წამით, ახლავე გეტყვით. მე გეტყვით კონტექსტს და თქვენ სწორად გაიგებთ დარწმუნებულებით. თქვენ რაც ბრძანეთ, უფლებებზე სადაც იქნება საუბარი, იქნება თუ არა აკრძალული. არც ერთი, არა მხოლოდ გეი უფლებები. უფრო მეტიც, არც ერთი არა მხოლოდ გეისთან დაკავშირებით, არამედ ლესბებთან, სხვა რა განსხვავებული, რა არატრადიციული, ან როგორც გინდათ დავარქვათ, მიმდინარეობის ან ცხოვრების წესის ადამიანიც არ უნდა იყოს, უფლებებთან დაკავშირებით კატეგორიულად გამოვრიცხავთ რაიმე სახის აკრძალვას. კატეგორიულად. ამიტომ ამბობთ, წეღან ამიტომ ამბობდით, რომ უფლებების ნაწილი ჩვენ უნდა გამოვყოთ პროპაგანდის ნაწილისგან. სწორედ ამიტომ არის, თქვენ მეშვიდე უგზო ხომ მკითხეთ, აი ყურადღება მიაქციეთ ძალიან გთხოვთ პოპულარიზაციისკენ მიმართულ შინაარსის ნაწარმოებს. თუ უფლებებზე იქნება სადმე საუბარი, ახლავე გეტყვით. არა, ვიღაცის შეფასებაზე ეს არ იქნება. ნახეთ, ვიღაც თუ აშკარ, ნახეთ შეფასებით კატეგორია, არა თუ ასეთი კანონმდებლობა, არამედ დღეს გქონდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით მაგალითად დილით დისკუსია, სისხლის სამართლებრივი კატეგორიაც კი შეფასებითი კატეგორიაა. ვიღაც აფასებს სახელმწიფო იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და ეს არის მთელ მსოფლიოში, ეს რომელიმე ქვეყანას არ აქვს, ერთ ქვეყანასაც კი განსხვავებული წესი, რომ დანაშაულია ესა თუ ის ქმედება. სისხლის სამართლის წესით არის კონკრეტულად გაწერილი და შემდეგ ამ დანაშაულებს შორის განსხვავებას ან დანაშაულის დეფინიცია. ამას აფასებს, ამის დისკრეცია აქვს სახელმწიფო ორგანოებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ამ დანაშაულზე არ იფიქროთ, რომ დანაშაულზე საუბრობ. ზოგადად განმარტების ვაკეთებ, დანაშაული აქ არაფერი შუაშია. ანუ საუბარია იმაზე, რომ მაგალითად ესა თუ ის ქმედება დანაშაული ადმინისტრაციულ და ვიღაც აფასებს ამას. სახელმწიფო იღებს ყველგან ამის პასუხისმგებლობას, ცივილიზებული სახელმწიფოების სამართლებრივი მიღწევები ამაში მდგომარეობს, რომ შეფასებით კატეგორიებს იღებს სახელმწიფო თავის თავზე. არავინ არც ერთ სახელმწიფოს არ მიცემს იმის საშუალებას, რომ უფლებების დაცვა შეაფასოს ვიღაცამ, თავის თავზე აიღოს ამას ვინ დაუშვებს. თავის თავზე აიღოს, ეს არის პროპაგანდა, ეს არის პოპულარიზაცია. პოპულარიზაციას უნდა დაერქვას. ეს კიდევ უფრო დეტალურად, თქვენ გექნებათ საშუალება, რომ განსაჯოთ კიდევ უფრო დეტალურად, როდესაც კანონებში დაინიცირდება, რა ეს ხო ზოგადი პრინციპია, რა ჩაითვლება და რა შეფასდება პოპულარიზაციად კანონში კიდევ უფრო კონკრეტულად იქნება გაწერილი. ანუ ჩვენ ყველამ ერთად, თქვენ ჟურნალისტებმა, ჩვენ პოლიტიკოსებმა, ჩვენ ოპონენტებმა რო ემიჯნებიან დადიან ხა გარე ამ თემის ირგვლივ და რო შეეკითხები ამაზე ფინანსებიო და სიღარიბეო პასუხობენ და თავს არიდებენ ამით, იმიტომ რომ ასეთი დავალება, ასე კი არ უნდა მოვიქცეთ. უნდა დავაზღვიოთ რამე რისკი სადმე ხო არ არის. ეს ხო შეეხება უფლებებს და არა პოპულარიზაციას. ჩვენ ვამბობთ, რომ პრინციპი არის, რომ პოპულარიზაციას უნდა შეეხოს და უფლებას არა. პირიქით, უფლება უნდა გაძლიერდეს და პოპულარიზაცია უნდა ჩაიკეტოს აბსოლუტურად. აქ სპეციალურად სამივე მე-6-შეშიც, მე-7-შეშიც და მე-8-შეშიც საუბარია პოპულარიზაციის შემთხვევებზე. ეხლა როგორ შევაფასოთ სწორად? ამაზე კიდე დეტალურად ვიმსჯელოთ და ამაზე კიდე დეტალურად ჩავშალოთ ჩვენი მსჯელობა, დისკუსია, კამათი თუნდაც კონკრეტულ კანონებში, რომ უფლებების ნაწილში რამე რისკი არ გაჩნდეს. მაგრამ როდესაც აშკარად პოპულარიზაციის ნიშნები იქნება, ეს უნდა აკრძალოთ, იმიტომ რომ პოპულარიზაცია სხვა რაღაცაა, აბსოლუტურად უფლების დაცვა სხვა რაღაცაა, ამაში ხომ ეთანხმებით. ნახეთ პოპულარიზაციის ნიშნები თუ შეფასდება ისე რომ ეს არის პოპულარიზაცია მაშინ კი თუ შეფასდება ისე რომ არა მაშინ არა. ახლა გეტყვით მაგალითს. აი ჩემი წარმოდგენით, შეიძლება სადისკუსიო თემა იყოს და ძალიან კარგია რომ ამ დისკუსიაში თქვენ შემოდიხართ. მაგალითად ჩემი აზრით საქართველოს წეგან ვახსენე ეს პროცენტი. საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი იმგვარ შეკრებას, რომელიც თქვათ აი ასეთი არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების
თავისი სექსუალური შეხედულებების იმგვარად წარმოჩენას ქუჩაში, ეკლესიებთან, სკოლებთან ჩამოვლას და ამის დემონსტრირებას რაღაც სექსუალური თემების კონკრეტულ დემონსტრირებას მარშის სახით მოახდენენ, აი ესეთ დემონსტრირებას უყურებენ როგორც ფორმასაც გააჩნია, ანუ ამას უყურებენ როგორც პროპაგანდას. და ჩემი აზრით ავსებით სამართლია რიგ შემთხვევებში. ხვდებით ხო? აქედან გამომდინარე, თუ ეს შეფასდება ისევე როგორც, აი შევაფასოთ ერთად, თუ ეს შეფასდება ისე როგორც პროპაგანდა და რაღაც საკითხების დემონსტრირება პოზიტიურად იმგვარად იქნება წარმოჩენილი, რომ ეს არის ძალიან კარგი და წეღა რო გითხარით, მაგალითები გვაქვს. ეს არის შეიძლება ოდნა არა ძალიან უტრირებული მაგალითები, რომ ბედნიერება სხვაგვარად წარმოუდგენელია. ეხლა ბავშვომ ანიმაცია შეუბნები, რომ ასე შენ კაც, ასე თუ არ მიეფერე და ასეთ გმირი, რა გმირია თუ და რა ბედნიერებამდე ვერ მივა ეს გმირი. ფილმის კონკრეტულ ფილმზეა საუბარი, შემიძლია გითხრათ შემდეგ თქვენ თვითონ მოიძიეთ. აქ უბრალოდ ჩემი მხრიდან არ შეიძლება რაღაცეებში ჩარევა იქნება, ხო? გმირი რა გმირია და როგორ შეიძლება ბედნიერი იყოს თუ ეს მიმართულება არა აქვს მას აღებული ცხოვრების წესისა. ეს სხვა აშკარა პოპულარიზაცია ხომ ეთანხმებით ამაში. შესაბამისად, ეს შეკრება შეეხება მე-6 პუნქტი. შინაარსის ნაწარმოების გავრცელება შეეხება მე-7 პუნქტი და საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დროს იმგვარი ინფორმაციის მიწოდება შეეხება, რომელიც აშკარად შეიცავს პოპულარიზაციის და არა უფლებების, უნეს უფლების დაცვის კონტექსტს და ნიშნებს, ამ შემთხვევაში აიგზავნება, მაგრამ როგორც კი უფლება შეეხება, ამის აკრძალვაზე საერთოდ არ უნდა ვიფიქროთ. არა თუ ვიფიქროთ, არამედ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ აქ ბალანსი არასდროს დაირღვეს. გამომიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი პოპულარიზაციისგან, ეს იქნება აი ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, მათ შორის ჩვენი მომავალი თაობების რაღაც ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან ერთად. ამ უპირატეს ინტერესთან ერთად. ნახეთ, შეფასებაში ექცევა ყველა ეს საუკუნე სამართლის ზოგადად ეხა მე გამიჭირდება ამ სალექციო თემაში შესვლა სამართლის პრინციპები და სამართლის თეორია რას ებრძნება ზოგადად, მაგრამ ძალიან მოკლედ ერთიანობით გეტყვით, რომ შეფასებითი კატეგორია და სიტყვა შეფასება რომ არ არსებობდეს და ეს ცნება რომ არ არსებობდეს, სამართალი არ ეესებებდა ზოგადად. მე მივხვდით ხო? ვიღაცამ რაღაცა თუ არ შეაფასა, თქვენ თუ არ შეაფასეთ რაღაცა მოქმედება, რომ ეს არის თუ არა კანონდარღვევა, ადმინისტრაციული სისხლმართ თუ ასე შემდეგ, თუ რაღაც მოქმედება არ შეაფასეთ, საერთოდ შემდეგ იურიდიულ შედეგზეც ვერ ვილაპარაკებთ. ჯერ უნდა მოხდეს დისპოზიციის შეფასება და შემდეგ იმის სანქცირება რაღაც წესიდან არ სანქცირება. ხვდებით ხო? ანუ შეფასებით კატეგორიაზე კრიტიკ იერიშის და შტურმის მიტანა ნიშნავს ზოგადად სამართალზე შტურმის მიტანას. ეს შეუძლებელია. და ამავე დროს შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ თუ რაღაც ზოგად პრინციპებს ვაღიარებთ სამართლისას, ამასობაში უნდა ვთქვათ, რომ სწორი შეფასება არის სამართლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. შეფასებით კატეგორიაში როცა გადავალთ, ეხლა ფილოსოფიაში აღარ მინდა გადავიდი აქედან. მე მგონია, რომ აქ სწორად დავლაგდებით. კი, ცადეთ და მეც გაგცემ, კი. პოპულარიზაციის ნიშნებს თუ შეიცავს, კი. მათი შეკრება, ახლა ვიგეთქვით. გავიგეთ. მათი შეკრება იმ სწორი შეფასების შედეგად. რაზე ჩვენ ვისაუბრეთ და სამართლის პრინციპებზე აღარ დავბრუნდები. თუ ემსახურება უფლებების დაცვას, არანაირი არც მათი და არც სხვა რაიმე შეკრება და ან რაღაც თავისუფლების გამოხატვას, ან სიტყვის თავისუფლებას, ან რაღაცას შეკრება ვერ აიგზავნება. მაგრამ თუ რომელიმე შეკრება გინდა ფრაიდის იყოს და გინდა ნებისმიერი რომელიმე ადამიანმა რო ორმა სამ ადამიანმა რო გადაწყვიტოს რომ შეიკრიბონ იმისათვის რომ პოპულარიზაცია მოახდინო და გაასაჯაროონ ეს თემა, ამ შემთხვევაში იქნება აკრძალული. დანარჩენ დეტალებზე უკვე კანონის დროს ვისაუბროთ, მაგრამ ეს პრინციპი მე მგონი მიუღებელი არ უნდა იყოს, ხო? შემდეგ კითხვა. კი ბატონო. კი ბატონო. გული გვისკდება. ნახეთ, ეს არის პირველად ინიციატივა. უმრავლესობამ გადაწყვიტა
რომ მათ შორის პირველადი ინიციატივა არა მხოლოდ 40%-იან ეს თვითმმართველობას ეხება და არა საპარლამენტო არჩევნებს და ასე შემდეგ, იქიც ის რომ 5%-იანია და არა 40%-იანი ასე ვთქვათ. ეს არის პირველადი ინიციატივა. მაგალითად იმ ინიციატივაში წერია ეს საერთოდ დისკუსიისაგანაც არ ყოფილა, იმიტომ რომ ასე დავაინიციროთ და შემდეგ დისკუსიის შედეგად გამართოთ. სიტყვა დელეგატიც არის ნახსენები, საერთოდ მე პირადად არ მომწონს სიტყვა დელეგატი. იმიტომ რომ მიმაჩნია რომ პრინციპია უბრალოდ იქ ასახული სწორად ჯერჯერობით, ეს არის ძალიან პირველადი, ძალიან მოუთელავი ჯერჯერობით, სპეციალურად ასე სამსჯელოდ შემოვიტანეთ ეს თემა, თუმცა ამას ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში, მაგრამ ზუსტად ამ ფორმით წინასწარ გეუბნებით არა. მაგალითად დელეგატი სიტყვა არ იქნება იქ. იმიტომ რომ მთავარი იყო პრინციპი დაფიქსირებული იყო, რომ შეუძლია პარტიას მიუთითოს, რომელი საარჩევნო ოლქის წარმომადგენელია. მაგალითად შეიძლება ჩვენ არსებულის მიხედვით დავაინცირეთ. რა საარჩევნო ოლქებიც იყო წინა შემთხვევაში, რაც იყო მაჟორიტარული ოლქები, იმას ემთხვევა. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ და შემოვიდნენ ამ დისკუსიაში ოპონენტები ჩვენ. შეიძლება ვიმსჯელოთ საერთოდ სხვა ოლქები დავადგინოთ. ან გავზარდოთ, ან შევამციროთ რაოდენობა. აი ღიაა სივრცე, ძალიან ღია და ძალიან პირველადია. ასე გადავწყვიტეთ სპეციალურად, რომ ასე დაგვეინიცირებინა. გავაკეთოთ 30-ის მაგურად 25, ან 35, ან 45 პირობითად ესეც რა თქმა უნდა. ანუ ნებისმიერი ცვლილებისთვის ჩვენ გზად ვართ. არც ის არის 140%-იანი პრინციპული. აქ იმის გაუქმება აბსოლუტურად სხვა შედეგებს იწვევს. უბრალოდ მე მგონია რომ ოპოზიციას უფრო უნდა აწყობდეს ეს 40%-იანი ბარიერი კი არ არის ის. სხვა რაღაცა იცით ძალიან კარგად შესაბამისად მათ უფრო უნდა აწყობდეთ შეიძლება თუ არ აწყობთ ამაზეც ვილაპარაკოთ დავტოვოთ თუ არ დავტოვოთ ასე არანაირი პრობლემა ანუ იმდენად პირველადი ვერსია რომ ჩვენ დაგვენახებინა პრინციპი როგორ ვფიქრობთ რომ იქ სასწრაფო წესით ჩავწერეთ რაღაც საკითხები პრინციპებს ვემხრობით დანარჩენი პრინციპების დონეზეც კი შეგვიძლია შევცვალოთ ბევრი რაღაცა წინასწარ გეუბნებით მე პირადად რომ წავიკითხე ეს კი ასე დავინიციროთ და შემდეგ ვიმსჯელოთ მათ კი დელეგატი სიტყვა საერთოდ არ მოწონს არაფერს შუაში არ არის დელეგატი მაგრამ თქვით და დელეგატი დავანიცოთ კი ბატონო იყოს დელეგატი დავარქვათ ესე პირობითად დელეგატი მაგრამ სინამდვილეში იქნება წარმომადგენელი რომელიღაცა ტერიტორიული ერთეულის მაგალითად შეიძლება ამოიჩიოს ვიღაცამ ქუთაისი და ჩვენ ჩავწეროთ ან რომელიმე პარტიამ მიაწეროს თავის სურვილის შესაბამისად ან რომ პარტიას იქნება უფლება მიაწეროს რომ ის იქნება ქუთაისის წარმომადგენელი პარლამენტში და იყოს დაუშვათ 24 სიაში და ამის მიხედვით კი არ იყოს რაღაც განსაზღვრა, არამედ პირობითად მიეწეროს რომ ეს არის ქუთაისის წარმომადგენელი, ეს არის ბათუმის წარმომადგენელი, ეს არის თელავის წარმომადგენელი, ამის უფლება იქნება პარტიას, მაგრამ არა ვალდებულება. რომ აი ესე კი არ იქნება დაუშვათ რომ აუცილებლად უნდა მიაწეროს. ვიღაცა შეიძლება საერთოდ არ მიაწეროს არაფერი და თქვას რომ პროპორციული არჩევნებია, რა დროს რაღაცა ის ტერიტორიული ერთეული წარმომადგენლობა, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს წარმომადგენლები. კი ბატონო, ესეც შეიძლება. ანუ იმდენად თავისუფალი სივრცეა ამ 40%-თან დაკავშირებითაც, წარმომადგენელთან დაკავშირებითაც, რომ ვსჯელობთ მათ ნებისმიერ თემაზე, უბრალოდ ჩვენთვის მისაღები პრინციპი ესე ზოგადად დავაინიცირეთ. ჩახურული ეს თემა აღარ ვლაპარაკობთ ამ თემაზე ბოდიში. რა ინდექსი? ერთი წინადადებით გეტყვით, მაშინ რადგან არ ანებებთ თავს ამ ვეტინგს და სასამართლოს. ყველა სამაზე კითხვა გააქვთ? დიახ. მოდი, აბა ბრძანეთ, თქვენს დასვით და მოკლედ დასვით და ერთ პასუხს გაგცემთ. ესეც გავიგებ. მოდი პარლამენტზე მერე. სასამართლოზე მკითხეთ აბა ბარემ და გასაგებია. კიდე ამაზე მკითხეთ? დიახ. ვის მათი მხრიდან მითქვა ეს? გასაგებია. სადაური ექსპერტები? ვინ ექსპერტები? ქართველები თუ უცხოელები? არ იყო დაზუსტებული. ბრძანეთ. გასაგებია სამი უკითხოს.
თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იბრძვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისათვის. და ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ. ანუ არა თუ ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდანაც შემოწმების ამგვარი სისტემა მის დამოუკიდებლობას ზღუდავს და უდიდეს რისკებს აჩენს, რომ ამ შემოწმების დროს არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს მით უმეტეს დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც სინამდვილეში კეთილსინდისიერია და ეს არის ბერკეტი ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენთვის ასე იქნება თუ არ იქნება, გარედან რაიმე გადაწყვეტილების მიღება შემოწმება არის კატეგორიულად მიუღებელი, ამიტომ ჩვენთვის ეს თემა ჩახურულია და წარმოუდგენელია, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის პრინციპული მიდგომა და სუვერენიტეტში ჩაურევლობისათვის პრინციპული მიდგომა ევროპისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპაში გაწევრიანების გზაზე. წარმოუდგენელია. ასეთი ულტიმატუმი შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღების დროს იყოს დაყენებული. თუ ვიღაცა დაგიყენებს საკითხს, ეს ხო ძალიან ჰიპოთეტურია და ზოგადია, მაგრამ მაინც თქვათ, დავაფიქსიროთ კი ბატონო. ან სუვერენიტეტი, ან ევროპა, ეს საკითხები არ დგება. ეს ლეგიტიმური შეზღუდვა სუვერენიტეტის რაღაც ნაწილში ეს უკვე თეორიული განხილვა სამართლის, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ევროკავშირის თავად როგორც ამის ქუდს შორის. ეს სხვა საკითხია, მაგრამ თქვენ თუ მეკითხებით, რომ თუ დაგიყენებენ ასე საკითხს, რომ სუვერენიტეტი სამივე კითხვას ვაერთიანებ, სუვერენიტეტის სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა ერთ-ერთი დათმეთ, ეს წარმოუდგენელი იქნება. ამას ჩემი აზრით არავინ არ იკადრებს. რაღაც განცხადებები შეიძლება ვრცელდებოდეს, მაგრამ ასე საკითხის დაყენება არის შეუძლებელი. ეჭვიც კი გამოითქვა, რომ აი ახლა რა კანონმდებლობაც დავაინიცირეთ ჩვენ. ამის წინ მოხდა ასეთი განცხადებების ეს ხალხის ძალის პოზიციაა, რომ შემთხვევითი არ იყო, მათ განაცხადეს, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ ორშაბათს ჩვენ ეს უნდა გაგვეხმოვანებინა და პარასკევს ესეთი კრიტიკული, რბილად რომ თქვა, განცხადება დაგვეწია. თუმცა ეხლა ამ თემაში მე აღარ შევა. მე ამის შეფასებას ჩვენი განსხვავება მხოლოდ ეს არის, რომ ისინი ამას ესეთ ამამად ლაპარაკობენ, ჩვენ ვერ იდებით ესეთ საუბარს. და არ მინდა მართლა ასეთ საკითხებზე ამგვარად ვიფიქრო. მაგრამ ფაქტია, რომ იყო კრიტიკული განცხადება, რომელი კრიტიკული განცხადებაც ასეთ რისკებს შეიცავდა. არავინ არ უნდა დაგვიყენოს ჩვენ ან სასამართლოს დამოუკიდებლობა. დათმეთ, თორემ ევროკავშირის გზაზე რაღაც პრობლემები შეექმნათ. ასე საკითხი ვერ დადგება საბოლოო ჯამში და გადაწყვეტილების მიღების დროს მოლაპარაკების გახსნაზე მაგალითად შეუძლებელია, რომ ასეთი ულტიმატუმის დონის საკითხები დადგეს. დიახ. მე თქვი უკვე. თქვენ საიდან ხართ? კაი, უცებ გავცემ პასუხს, უცებ გავცემ. გავიგე. რა განაცხადა? მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლეო. არის თუ არა ლევან მედუსიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების და ძალიან ბევრი ადამიანის მიერ არის კლანის წევრად აღიარებული, არის თუ არა კეთილსინდისიერი. ნახეთ, თქვენ რასაც ბრძანებთ, ეხა სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი, უკვე ტყუილ შეიცავს თქვენი კითხვა და ამიტომ ცოტა რთულია ესე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა. აქ ემოციაც მოდის ხოლმე. უკვე 10 წელია კლანს ამკვიდრებთ სიტყვას და კლანის წევრიაო და ამით განსაზღვრავთ მოსამართლის კეთილსინდისიერებას და ეს არის ჩარე, ეს არის უხეში ჩარევა. ნახე, ერთი წამი. თქვენ თქვით რომ არასამთავრობო სექტორი ამბობს და თქვენც იმეორებთ, თქვენ არ გითქვამთ, ფორმულას არ უქმნის კლანი? ანუ ეხლა თქვენ ამბობთ რომ ფორმულა ყოველ რამდენჯერაც კლანს ახსენებს, იმდენი არასამთავრობო სექტორი ამბობს, ასეო, ამას აყოლებს? კარგი. ეხლა ნახეთ. საქართველოში არის უამრავი კეთილსინდისიერი მოსამართლე. დღეს თქვენ რომ სახელები და გვარები 10 წლეულის განმავლობაში ატრიალეთ ნეგატიურ კონტექსტში. საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ ის ადამიანიც კი კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს. და
და სულ არ მოვექცევ იმ გავლენის ქვეშ, რომ თქვენ რადგან 10 წელიწადი მურუსიძე და ჩინჩალაძე ნეგატიურ კონტექსტში ატრიალი და კლანი იძახეთ ამ ორ გვართან ერთად, მე ამის ზეგავლენის ქვეშ არ ვექცევი. და ჩემთვის ეს გამომრიცხველი ფაქტორი არ არის, რომ ეს ადამიანები კეთილსინდისიერად იმსახურებიან თავის საქმეს. საერთოდ არ არის. თქვენი დაალაგებული შავი პიარი ჩემთვის განსაზღვრელი არ არის. სამწუხაროდ ეს ვიღაცეების გონებაში ჩაჯდა ეს კოდალას პიარის ეფექტს რო ეძახით თქვენივე ნიუსრუმებში, სადღაც ამ დავალების მიმცემები ნაცმოძრაობისა, კოდალას ეფექტს ეძახენ იმას, რომ 10,000 ჯერ გაუმეორეთ და ტყუილია თუ მართალი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა უთხრა რომ არის კლანი და კლანი რამდენჯერ გვაქვს სიტყვა მოსმენილი, ალბათ ტვინი არის გადაბინძურებული ამ სიტყვა კლანისგან იმდენჯერ გვაქვს თქვენგან მოსმენილი და ყველა შემთხვევაში წარმოუდგენელია ჩემთვის რომ კლანზე თქვენ მითითება გქონდეთ რომ ასე ამბობს ეს თორე მე ამას როგორ ვიკადრებდიო. შესაბამისად ამისა, როდესაც ასეთ ბნელ სტერეოტიპებს ნერგავთ თქვენი ტელევიზიით, ნაცმოძრაობის ეგიდით და შემდეგ აქედან გამომდინარე კითხვებს მისვავთ, დიახ, ეს არის სწორედ ის ჩარევა და შემდეგ ამ ჩარევის გაგრძელება ვეტინგის სისტემის შემოღების მხარდაჭერა იმისათვის კი არა, რომ ვიღაცა მართლა შეამოწმო კეთილს საერთოდ არ აინტერესებს ნაცებს რა ის კეთილსინდისიერება აინტერესებთ ვინმეს. მათ აინტერესებთ ბერკეტი, რომ სასამართლოში შეაღწიოს ვინმე სხვამ და არა დამოუკიდებლად იმართოს სასამართლო. და ჩვენ სასამართლოს მივეცით, დავარქვათ ასე თვითგამორკვევის საშუალება და სასამართლო თავის თავს მართავს. სისტემა რტოა თავის თავს მართავენ. საერთოდ არ უჯერებენ არავის, არც ქართულ ოცნებას და არც არავის არაფერს. როცა უნდათ იკრიბებიან, რა განცხადებასაც უნდა იმას აკეთებენ და რა გადაწყვეტილებას სწორად და საჭიროდ მიაჩნიათ, იმ გადაწყვეტილებას იღებენ. ეს არის უპრეცედენტო მიღწევა. ჩვენ ისე კი არ ჩავერიეთ 2003-ში რომ მოვარდნენ ისინი და თავები დააჭრეს გადატანით მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. აი ეს იყო ვეტინგის კლასიკური მაგალითი, ადეიშვილი ჩატარებდა, იგივე ადეიშვილი ატარებს ახლა ვეტინგებს სადღაც და ადეიშვილის ჩატარებული ვეტინგი თუ რომ არის თქვენთვის მისაღები და მიუღებელი დამოუკიდებლობა, აქ ვარ ჩვენ წინააღმდეგობაში და აქ გვახსენდება ზუსტად სუვერენიტეტიც, სასამართლოს დამოუკიდებლობაც და ის უპირატესი გარანტიაც, რომ სასამართლოს საქმიანობაში არავინ ჩაერიოს და ჩვენი სუვერენიტეტის არავინ შეახოს, რაც არ უნდა საშუალება გქონდეთ, რომ სადღაც რაღაც განცხადებები დაალაგონ, თუნდაც ჩვენ მეგობრებთ. დიახ. ამ მოლოდინებზე ბევრი ვილაპარაკე, თუ სალომე ზურაბიშვილის მეტი რეიტინგი ექნება რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილის მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს მოკლედ სალომე ზურაბიშვილი. კიდევ არის კითხვა, თან ორი? დემოკრატიის კვლევის ცენტრმა, მოწინავე ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები და საქართველოს სასამართლოს კორუფციისგან ამაზე არ უპასუხე წეღან ბოდიში, დიახ, წეღანაც. ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს ჩამორჩება უნგრეთი, იტალია, ხორვატია, პორტუგალია, ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 წლის მაქსიმუმზეა საქართველოს მოდელური შეფასების ინდექსში და ესე იგი კავკასიაში ლიდერობს სასამართლო დამოუკიდებლობის. ოღონდ ამ ვეტინგზე რო ლაპარაკობენ ეხა და თემა ჩავხურეთ და მაინც არ ეშვებიან თემას. და დაეწიათ განცხადება და ეს მაშველი რგოლი აღმოჩნდა მათთვის. მართლა ყველა სფეროში პროგრესია არ არსებობს მიმართულება არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რაც თქვენ ბრძანეთ ახალ ინდექსი გამოქვეყნდა. არც ერთი მიმართულებით, წარმოიდგინეთ, არც ერთი მიმართულებით, სადაც დრამატულად არ არის გაუმჯობესებული სასამართლოს სიტუაცია. და როგორც კი რაღაცა სფეროში წარმატებას მიაღწევს ქვეყანა, ზუსტად ამაზე რატომ ის დამთხევა, დარტყმები რატომ ის ზუსტად ამაზე. სასამართლო მიაღწია შთამბეჭ და პროგრესს, აგერ ეს ინდექსიც არჩვენებს. და სასამართლოზე მიდის ყველაზე მეტი დარტყმები. როგორც კი სიღარიბე განახევდა, სიღარიბაძე დაიწყეს ლაპარაკი, ესეთი დავალება მიიღეს. როგორც კი მიგრაციული სალდო პოზიტიურში გადმოვიდა. 2000 რაღაც ადამიანით, მაგრამ გადმოვწვით, როგორც იქნა. აი ბოლო მონაცემი დაფიქსირდა, ეგრევე მიგრაციას დაარტყეს. ეგრევე 800.000 მერე 87.000 და აი ესე მე 52 ადამიანზე რაღაცა ვაშაძემ და ერთი ვერ მოიტანა დღემდე წარმოიდგინეთ. ერთი ადამიანი რომელიც შეუზღუდეს რაღაც უფლება ემიგრანტს რომ ეკუთვნოდა საბუთების წესრიში ჰქონდა და დღემდე 52 ადამიანის ახლა ჰქონდა ჩამოწერილი რა უნდა და პირველივე წაეკითხა. დღემდე ვერ გაარკვიეს რომელი ადამიანი იყო ვის დაიჩაგრა იქ რომელიმე საკონსულოში. მიგრაციაზე როგორც იქნა პოზიტიური სალდო და დადო ქვეყანამ იმ წუთას მიგრაციაზე დაიწყეს და ემიგრაციაზე ლაპარაკი. როგორც კი სიღარიბე განახებდა, სიღარიბეზე დაიწყეს ლაპარაკი. ეკონომიკური წინსვლა, როდესაც შტამბეჭდავი დაფიქსირდა და 4000-დან 8200-ს გაცდა,
იმ წუთას ეკონომიკურ წინსვლას დაარტყეს. სასამართლო გაძლიერდა, დამოუკიდებლობის ხარისხი გაძლიერდა, კორუფციას ბრძოლაში ასეთი ინდექსები აქვს. იმ წუთასვე სასამართლოს დაარტყეს. სადაც კი წარმატებაა, უტყავენ ყველა იმ სფეროს, რომ პირიქით მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ ვერ გაიგოს, არა თუ ის გაიგოს ხალხმა, რომ აქ პროგრესი გვაქვს. არამედ ის, რომ თურმე სადაც პროგრესია, ზუსტად იქ ყოფილა რეგრესი და ამ დროს, რა თქმა უნდა, გაჭირვებულ ადამიანს რა დალევს სამწუხაროდ ჩვენ ევროპის წამყვან ქვეყნებში ვართ, ხო, ყველა ნამყოფი. და იქ გვინახავს უამრავი გაჭირვებული ადამიანი, უკიდურესად გაჭირვებული. და ჩვენ რო გავანახევრეთ სიღარიბე მაგალითად, აქ დარტყმას იმიტომ ახორციელებენ, რომ რამდენიმე ასეული 1000 ადამიანია დარჩენილი. ძალიან დიდ და უკიდურეს გაჭირვებაში, ძალიან ბევრი მათგანი, მათ შორის. და იმ გაჭირვებულ ადამიანს რო ეუბნებოდეთ, მე პროგრესი მაქვს, ამასთან დაკავშირებით, იმას ნერვები მოეშლება ბუნებრივია. მეც რო ასე ვიყო დაუშვათ, მეც ნერვები გავღიზიანდებოდი, ნები მამუკამდინარაზე კი არ რომელი პოლიტიკოსი უნდა გამოვიდეს, რა ვიცი, 90%-იანი პოზიტიური რეიტინგი რო გქონდეს, ნებისმიერი გამაღიზიანებს, რო იტყვის, რომ პროგრესი გვაქვს ჩვენ სიღარიბის დაძლევაში. ამაზე მუშაობენ. იმიტომ რომ გაჭირვებულს ისე უჭირს. მაგრამ ვიღაც ნახევარი, ანუ 30%-ად 15-ზე რო ჩამოვიდა, ამოვიდა ამ სიღარიბიდან და იმ ადამიანმა შეაფასა და დააფასა, იმიტომ იზრდება ქართული ოცნების რეიტინგი. და ჩვენ ამ დინამიკით უნდა დავარწმუნოთ ის უკიდურესად გაჭირვებული ადამიანიც, რომ აი ამ გზით თუ ვივლით, შენც ამოხვალ გაჭირვებიდან ერთად უნდა ვიმუშაოთ ამაზე. არა, მაინც და მაინც იმის ტვინზე მუშაობენ, რომ გააგიჟონ ეს ხალხი და რაღაც არარეალურ პარალელურ სამყაროში აცხოვნონ. და კითხავ ფინანსების გამჭვირვალობაზე, მართალი გუნდი იქო ენჯელობა და თონოთება გაასაგებია ფინანსები. კი. დუმილი ამ დრომდე კი არ არის. წელიწადზე მეტია უკვე დუმილია. 7-8 მარტის აქციები ხო გვახსოვთ? ხო გვახსოვს ყველას. ხო გვახსოვს ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანის გარუსულება. ისიც ხო ვიცით, რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა მოდის თქვენთან და გვეუბნება, რომ როგორ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი. წაუკითხავი კანონი გამაპროტესტებინეს. რამდენი ათეული ადამიანის გაგიგიათ? მე გამიგია მაგალითად. არაერთი ადამიანისგან, ახალგაზრდისგან განსაკუთრებით, რომ წაუკითხავი კანონი გამაპროტესტებინეს, გაგიჟებული ვიყავი, რომ მართლა რუსული მეგონა. ჩვენ ხო უარი ვთქვით ამ კანონის მიღებაზე. და მათი პირობა სად არის? სად არის გამჭვირვალობა? შვენივრად პიარდება, რაც არის პოზიტიური და კარგი იმ ფინანსებში. ტრენინგს ჩაატარებენ ადამიანის უფლებებზე, მათ შორის უმცირესობების უფლებებზე, მათ შორის დაატრენინგებენ ჩვენ ფერმერებს, ჩვენ სტუდენტებს, სასწავლო პროგრამებს, განახორციელებენ. შვენივრად პიარდება ყველა, აბსოლუტურად. და სად არის ის ნაწილი უფრო მეტი რაში იხარჯება? რა ხდება აქ? ვიცით რომელიმე რაში იხარჯება? და მე განცხადებებზე რო არეული აქვს უკვე თვითონაც NGO საქმიანობა და პარტიული საქმიანობა ერთმანეთში. ვიცით რა ფინანსები იხარჯება ამაში? დადონ. აგერ ბატონო დღემდე ველოდებით, დადონ სად არის ეს გამჭვირვალობა? თურმე ვინატყუებდა რეალურად საზოგადოებას, რომ ისედაც გამჭვირვალეა. სად არის ეს გამჭვირვალობა? აი ამ საკითხებთან გვაქვს, მათ სრულ გამჭვირვალობასთან გვაქვს საქმე. მე მგონი ძალიან მოგწონვა თქვენ ამ ტრიბუნასთან თუ რა ხდება. წეღან. კითხეს, თქვენ გასული ბრძანდებოდით, მეორე კითხვა ჩახსნათ. მე მგონი სამართლიანი ვიყავი მეორე კითხვის ჩახსნაზე, როგორც წეღან აგიხსენეთ. ნახეთ, რაც შეეხება რასაც აწერს პარლამენტის თავმჯდომარე ხელს. უდავოდ გაიშიფრა ხელისგულზეა ყველაფერი ხაზარაძის დავალება, ანუ ნაცმოძრაობის ამ მიმართულების დავალება გაშიფრულია ერთი მხრივ მათ ჰქონდათ მოგონილი კომპრომატები ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგ და მეორე მხრივ ისინი კარგად იყენებდნენ იმ მომენტს, რომ კანონმდებლობაში 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად ეწერა, რომ მოადგილე პარტიული ასრულებს თავმჯდომარის მოვალებას. ანუ მათ ჰქონდათ გადაწყვეტილი სტურმი მიეტანა თავმჯდომარეზე, გადაეყენებინა და შემდეგ ხაზარაძე ჩაატარებდა პატიოსნად ბრძოლებში, რა თქმა უნდა, არჩევნებს. და როცა აღმოჩნდა, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი, როცა დამოუკიდებელი ორგანო ცესკო ჩაატარებს არჩევნებს, ეს დამოუკიდებლობა არ ესიამოვნათ და მაინც მათ პარტიას უნდა ჩაეტარებინათ და წინასწარვე, ასეთ ტერმინებს ვიყენებთ ხოლმე თქვენს და ჩვენს გვაპატიოს მაყურებელმა, გამოაგდეს ის მოგონილი კომპრომატები, რომელიც ვერ უძლებდა კრიტიკას კი არა. მდაბიობის ვერანაირ ფორმაში ვერ ჯდებოდა, უფრო ქვემოთ იყო სადღაც. ფსკერს ქვემოთ იყო. როცა ვიმეორებ, მიასებ მე მგონი, გარდაცვლილი მამის გარდაცვალების თარიღენა
ბიოგრაფია გააყალბეს. ოღონდ მისთვის კი არა, მხოლოდ მამისთვისაც კი შეურაცხყოფა მიეყენებინა და დისკრედიტაცია გაეკეთებინათ გარდაცვლილი ადამიანის წარმოიდგინეთ. ამ დონის მოგონილი კომპრომატები დაუდეს და იმ კაცმა გაცა სათითაოდ, გასცა სათითაოდ პასუხი ყველა ბრალდებას და ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ზედმიწე, ანუ სიტყვა არ აღმოჩნდა მართალი. ერთი სიტყვა იმ სიუჟეტში თუ ინფორმაციაში მართალი არ აღმოჩნდა, დეტალურად აღმოჩნდა, რომ რაღაცა ქონები შეძენას ამ დროში, მოცემულ რეალურ დროში, ახლანდელში აბრალებდნენ ადამიანს და აღმოჩნდა, რომ მემკვიდრეობით ქონდა რაღაცა ქონება მის ოჯახს, რომელიც შემდეგ გადააქციეს სხვა ქონებად და მერე დაიჭირეს საშინელებაში. ხან შვილზე გადაუფორმებია და ხან ისე უფროსზე, როგორც ჩანს არ ვიცი ახლა რა ჩვენი საქმეა, რაღაც ეკონომიკურ აქტივობაში ჩაბრუნება გადაწყვიტეს. ჯერ დაარქვეს შვილის სახელი, ხო არის ოჯახი რომ რაღაც მემკვიდრეობით ქონებას მიიღეს და დაარქმეს შვილის სახელს. ამაში გამოიჭირეს. და მე როგორც ჩანს ამ ბანკში ჩადება რაღაც არ ვიცი, რაღაც გადაწყვიტეს, ისევე დედის და მამის სახელზე გადმოიტანეს. ის თავისი ქონება რაც ჰქონდათ მემკვიდრეობით. და ამაში გამოიჭირეს რომ 2 წლის ბავშვმა როგორ გადაუფორმა აი ამ საშინელებაში შევიდნენ და გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიები უყალბეს კაც. და ეს ჰქონდა დაგეგმილი ამით ბულინგი და შემდეგ ჩაატარებდნენ თვითონ არჩევნებს. გაიშიფრა ეს გეგმა, ეს გეგმა ჩავხსენით და ამავდროულად მინდა გითხრათ რომ ჩვენ მივიღეთ ევროპული კანონმდებლობა საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით და ამავე დროს გამოვრიცხეთ, ამოვშალეთ კანონიდან ისეთი ნორმები, რაც ევროპის არც ერთ ხას უსვამ, არც ერთ ქვეყანაში არ არის. კიდია კითხვა. დიახ. თქვენ საიდან ხართ ბოდიში? TV პირველ. თავი როგორ იმართლა? თავი იმართლა? თავი კი არ იმართლა ისეთ რაღაცებში გამხილათ, რომ კი ბატონო, ბოდიში. არ ვთქვამს დეკლარაციებით. მე არ ვარ საჯარო პირი თქვენ ვერ ჩაგაბარებთ ანგარიშში რაღაც მსგავსი თქვა. ეს არ ვთქვამს და კი და არ ვთქვამს ესეთ რაღაცა და. რატომ ატყუებსო თქვენი ტყუები და ის რატო ატყუებსო ამბობთ? ბოდიში გიხდით, სახელი გამახსენეთ თქვენი. დიანა თქვენი ტყუები და ის რატო იტყუება ამას რომ მეუბნებით. დეკლარაცია ახსენა? დეკლარაცია ახსენა? მოდი დავაბრალოთ რომ მე არ მახსოვს ამ ამბავს. გადაახვიეთ თუ ეს თქვა, მაშინ რაღაც შეცდომასთან გვაქვს საქმე. და თუ ეს არ თქვა, მაშინ თქვენ იტყუებით. შევთანხმდით? მე ხო არ მახსოვს. მე ხო მართლა არ მახსოვს. აი დეტალურად არ მახსოვს. ასე გაუშვით ეს სინქრონი, შევამოწმებ. ასე გავაკეთეთ. თქვენ მითხარით რომ დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ მაქვს, ღარიბაში უნდა თქვაო. ხო და მე არ ვიცი, მართლა არ მახსოვს. შევთანხმდეთ ასე. თუ ეს თქვა, დავაბრალოთ შეცდომას, ჩემი აზრით ის შეგნებულად ამას არ მოიტყუებოდა ნამდვილად. და თუ არ უთქვამს, თქვენი იტყუებით შეგნებულად. შევთანხმდით? ახლა რაც შეეხება, დეკლარაცია მას თუ არ უხსენებია თქვენი იტყუებით, თუ ახსენა, მაშინ სხვა რაღაცა შეასაქმე და მე შევაფასოთ. მე გავაგრძელოთ შეფასება. ახლა რაც შეეხება იმას, მის დასვენებას თუ არ დასვენებას. ხოთაშორის როგორ დაემთხვა, მართლა გამეცინა, როცა ეს კომენტარი მოვისმინე. 2 დღით ადრე უთხარი ესე ნახევრად ხუმრობით ისე არ ვაკადრებდი ჟურნალისტს, თქვენ ვინ გეკითხებათ პარტიულ შვებულებებს მეთქი. კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, შვებულებაც, არაშვებულებაც, წასვლაც, წამოსვლაც ყველაფერი დეკლარირებული კი არა, უნდა ქონოდა საჯაროც მათ შორის. და ასეც იყო. მაგრამ პარტიიდან შვებულებაში არის თუ არა გასული, თქვენ ვინ გეკითხებათ მეთქი ჟურნალისტს ვეხუმრე. რა თქმა უნდა, სერიოზულად არ მეკადრები ეს მისთვის. და იგივე სიტყვები გაიმეორა თქვენ ვიგეკითხებათო და დაემთხვა ეს სიტყვები ერთმანეთს შვებულებაში წავალ და პარტიის თავმჯდომარე შვებულებაში წავა თუ არა რა იმის საქმეა რა ქვია ტელევიზიის და რა თქვენი ხაზარაძის ტელევიზიის საქმეა ღარიბაშვილი წავა შვებულებაში დაისვენებს 5 დღით 3 დღით თუ 6 დღით ხაზარაძეს ვინ ეკითხება ეკითხებოდა ყველას ხაზარაძესაც და ნებისმიერ მოქალაქესაც მიუხედავად იმისა ის თაღლითი იქნებოდა ხაზარაძე თუ პატიოსანის დანარჩენი სხვა მოქალაქე ამის მიუხედავად ყველას ეკითხებოდა. მაგრამ ახლა პარტიულ შვებულებებს ნამდვილად არ ეკითხება ხაზარაძეს და არც არავის. არავინ. და ეს არის მოცემულობა, რაც კანონის მიერია და ისედაც სწორი ასეა. ბოდიში გიხდით დიანა, მე არ მინდა რომ თქვენ მე არ მინდა ბოდიში ეწამი გაგაჩერებთ. თქვენი ნებართვით. თქვენ რაც თქვით ახლა, ხო იმას ნიშნავს რომ
მოდი რომ არ გკადროთ თქვენ პერსონალად როგორ გუნდათ რომ თქვენ ამ წუთას შეცდომაში შეგყავდით და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდით და რატომ იტყუებაო მეუბნებოდით ტყუილის გამოყენებით. არა, წარმოუდგენთ თქვენ ეხა ხო შეცვალეთ, ხო მოგიწევთ აქვე შეცვლა. რატომ მოგიწევთ, იცით? მე ძალიან ვთხოვთ, ეხა მე თქვენ პერსონალად რო გიცნობ და ხედავთ ხოლმე, თქვენ პროდიუსერებს ვთხოვთ, რომ თქვენ პერსონალად ასეთ უხერხემლო მდგომარეობაში ნუ ჩაგაყენებენ და ტყუილს, ვითომ ტყუილის გამოვლენისათვის, ნუ გათქმევინებენ ხოლმე. ჩემი გულწრფელი თხოვნაა ასეთ მდგომარეობაში ნუ ჩაგაყენებენ. მადლობა. დიახ, კი ბატონო, კი ბატონო. ისთან? დიახ. რუსეთში ეროვნული დამოუკიდებლობის რისკები? ეს სხვა რამე. ახეთ მე რამდენად ტრიალდება ეს თემა და 1000-ჯერ ვთქვით. საქართველოს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა იყოს მეტ ქვეყანასთან. შესაბამისად, ახალი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გახსნები ნებისმიერ არა რუსეთზე და ოკუპანტ ქვეყანაზე, ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე დამოუკიდებლობას ამცირებს. ხვასია, ხო მარტივი პრინციპია. ანუ სხვაგან თუ შენ მიდიხარ და სავაჭრო ურთიერთობებში ებმები, რომელიმე ქვეყანაზე, მით უმეტეს ოკუპანტ ქვეყანაზე დამოუკიდებლობის რისკებს ამცირებ. ხო არ ზრდი? მაგალითად, ჩინეთთან რომ ჩვენ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში ღრმად შევდივარ და სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ეს ამცირებს რუსეთზე დამოუკიდებლობას თუ ზრდის? ხო ამცირებს. კი ბატონო, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამდენი ხანი ასე ვუწოდებთ, ასე გავაგრძელებთ, მაგრამ რომ საყვედურობთ, ხო არ დაგვიმალავს ეს? საყვედურობთ. ჩვენ მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ამ ფრენები გაგვიხსენით, ან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები რაღაც გავაძლიეროთ, რაღაც ვქნათ. და რაღაცაში გამოვხატოთ თქვენი მხრიდან ეს სტრატეგიული ურთიერთობა არავის ვაყვედრით, მაგრამ ჩვენი მაგალითად სამხედრო ძალები იბრძვიან მხარდამხარ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად და კონტრიბუცია ამხელა საქართველოს რო აქ არაწევ ქვეყანას ნატოს არაწევ ქვეყანას არც ეც არა 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა 300-ზე მეტი დასახიჩრებული დაჭრილი გვყავს რაც შეგვიძლია ჩვენი მხრიდან ამ პატარა ქვეყანას თამოყვარე ერთს ვაკეთებთ მათ გვერდ და ჩვენც გვინდა რომ შემხედრი რა თქმა უნდა არ ვუვლით არავითარ შემთხვევაში იმ თანხებს გვერდს რაც ამ ქვეყნის განვითარებაში მის დემოკრატიის განვითარებაში იდება მაგრამ იმ თანხებზე კიდევ ცალკე უდიდეს ნაწილზე სხვა კითხვებია და ასე შემდეგ ამას ამერიკაზე თავდასხმად აფასებენ თქვენი წარმომადგენლები მაგალითად ხაზარაძე იქნება ის თუ ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები და ამერიკაზე თავდასხმა კი არა ვამბობ აი ხას უსვა მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით რომ აი თქვენ რო ეს კითხვა არ დამისვათ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება გახსნა ამ საკითხის ფრენების გახსნა უვიზო მიმოსვლა ამას ხო გააძლიერებს ამ ნარატივს რომ ჩვენ რომელიმე ქვეყანაზე მით უმეტეს რუსეთზე დამოკიდებულებას გაცილებით შევამცირებ ამას ჩვენ ვაკეთებთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობით ევროკავშირთან ურთიერთობით ჩინეთთან ურთიერთობით და კიდევ დამატებით რამხელა ფანჯარა იქნება შესაძლებლობის ამერიკის შეერთებული შტატები ხო ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველა მიმართულებით მუშაობთ და არათუ რუსეთზე რამეთ ნებისმიერ ქვეყანაზე მე შემთხვევით არ ვამბობ ამას ნებისმიერ ქვეყანაზე დამოკიდებულებას რა ვამცირებს არც ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული ასე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს შენ უნდა გქონდეს შენი ეროვნული სწორი დამოუკიდებელი ინტერესი მათ შორის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და ამ ინტერესის შესაბამისად უნდა იმოქმედო და ვიღაცა რომ დაგიძახებს იქიდან და დაგამონათეს დაუწესო ახლა სანქცია თუ მიხვდები რომ მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გექნება ეკონომიკაში და დაღუპავ შენ მოსახლეობას ასეთი სანქცია არ უნდა დააწესო სანქცია იქით თუ ავნებს თქვათ მტერს ვიღაცას მაშინ უნდა დააწესო შენ თუ გავნებს მაშინ უნდა დაანება ამას ლაპარაკს თავი და მავნებლობაა პირიქით ამას ლაპარაკი არ შეძლოს რაც მოგიყევით იმას ვაგ მეტი რა უნდა მოგიყევით ამ ხელ ამბავი მოვყევი და მეტი რა უნდა ვქნათ ეს არ დაგჭირდებათ ახლა სინქრონში მე რაც მოვთქვი ამერიკა ევროპა ვაძლიერებ ჩინეთ ყველაფერი მოგიყევით უკვე რა ვიცი კიდე ხელახალ ამას თუ მომაყოლებთ ეს იქნება რა ვიცი ზეწოლა ჟურნალისტისგან პოლიტიკოსზე რაც უპრეცედენტო სახე შეიძლება დიდი მადლობა ნახვამდის